მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ ყველას, დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ქართული ეკლესია, ამიტომაც არის 60 ქულო, გამორჩეული ადგილი უკავია, არის ღვთისმშობლის წილხვდომობის დღესასწაულიც ქართული მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, რაც დადგინდა რამდენიმე წლის წინ. მინდა ეს დღესასწაული მიულოცო სინდისის პატიმრებს, მინდა მიულოცო დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, მათ მშობლებს და მინდა რომ ეს იმედი, რომელიც მათ აქვთ, მათ ძალიან მალე ექნებათ წამალი აუსრულდეთ უახლოეს პერიოდში. დღეს რა თქმა უნდა, ახალი ფურცელი გადაიშალა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და საქართველოს ისტორიაშიც დიდი ეპოქა დასრულდა, ხო, ნახევარსაუკუნოვანი ილია მეორის პატრიარქობის, რომელიც იყო რა თქმა უნდა გამოწვევებით ახსავსე, ძალიან რთული, ეკლიანი გზა, მაგრამ ილია მეორემ შეძლო ღირსეულად ეტარებინა ეს ტვირთი, ეს ძალიან მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავდროულად მისმა ავტორიტეტმა, მისმა განვლილმა გზამ დატოვა რაღაცა ჩრდილი, დატოვა ძალიან დიდი მასშტაბი შესადარებლად და ნებისმიერი, ვინც არ უნდა გამხდარიყო საქართველოს ეკლესიის ახალი საჭეთმყრობელი, აი ამ მასშტაბზე იქნება შედარებული. ეს რა თქმა უნდა მძიმე ჯვარია და ეს ჯვარი იკისრა უკვე დღევანდელი დღიდან უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ. ჩვენ ყველას ახლა მოგვიწევს ყურის შეჩვევაც ამდენი ხნის განმავლობაში. მთელი ჩვენი ცხოვრება, ხო, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტური მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქ ილია მეორეზე იყო აი ამ სიტყვათა შეთანხმებაზე მიჩვეული და ახლა მოგვიწევს გადაწყობა ყველანაირად. დავიბადეთ და გავიზარდეთ მის ეპოქაში. ერთი ეპოქა, როდესაც სრულდება, მით უმეტეს, როდესაც დიდია ეს ეპოქა, მას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე რაღაცა გარდამავალი პერიოდი, რაც გარდამავალი ეპოქა. ეს დიდი სიცარიელე დატოვა ილია მეორემ და ყველას ვალია ეკლესიის შიგნით, არა მხოლოდ საეკლესიო დასის, არამედ მრევლისაც, ხო, რომ ეს პერიოდი გავიაროთ ღირსეულად. შესაბამისად, მე დავიწყებდი სურვილით, მე ვუსურვებდი ახალ უწმინდეს შიო მესამეს, რომ ღირსეულად ეტარებინოს ეს გვირგვინი, ეს ეკლიანი გვირგვინი ამავდროულად და ეს ძალიან მძიმე ჯვარი, არა მხოლოდ როგორც სასულიერო მაღალ იერარქს, როგორც მწყემს მთავარს, არამედ აგრეთვე როგორც ქვეყნის და ხალხის პირველ რიგში სულიერებაზე პასუხისმგებელ პირს, როგორიც იყო ილია მეორე. ჩვენი ქვეყანა ახლა ძალიან დიდი ძნელბედობის პერიოდს გადის. საზოგადოება არის ძალიან დაყოფილი, სამწუხაროდ პოლარიზებულიც და როგორც არასდროს ალბათ გვჭირდება კონსოლიდაცია, შინაგანი ერთობა და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებით შეიძლება გადაიდგას. მე არც მანამდე პერიოდში, სანამ აირჩევდნენ ახალ პატრიარქს, ბუნებრივია არ ვაკეთებდი არანაირ განცხადებას, რაღაც პრეფერენციების ამოკითხვა სადაც შეიძლებოდა, ხო? ეს არასწორი არის პოლიტიკოსის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და სეკულარიზმი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში. დამოუკიდებელი უნდა იყოს ეკლესია სახელმწიფოსგან, მაგრამ ასევე პირიქითაც ეკლესიისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ეს გამიჯვნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორი ინსტიტუტი ცალ-ცალკე არსებობს, ხო? რა თქმა უნდა, არის დიდი გადაკვეთის სფერო, გადაკვეთის წერტილები, სადაც უნდა ითანამშრომლონ ეკლესიამ და სახელმწიფომ. ამიტომაც ასეთი ტიპის მოწყობას, როგორც ჩვენთან არის, ასეთი მოდელს ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობისა ეწოდება თანამშრომლობის, ანუ კოოპერაციის მოდელი. ეს უნდა შესრულდეს ყველას მხრიდან და მე იმედს ვიტოვებ, ქრისტიანული ოპტიმიზმი მაქვს, რომ ამას შეძლებს შიო მესამე, როგორც ქრისტიანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმედი თუ არ ახსავსე, მაგრამ როგორც პოლიტიკოსიც ვფიქრობ, რომ ახლა ამ პერიოდში მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, უნდა გადაიდგას ნაბიჯები ეკლესიის მხრიდან და ახალი პატრიარქის მხრიდანაც, რომელმაც შეიძლება რაღაცა ცვლილება მოიტანოს. ამას რა თქმა უნდა დრო გამოაჩენს მათ შორის რაზეც არის საუბარი, ხო, სინდისის პატიმრების შეწყალებაზე, იმიტომ რომ ეკლესიაში ეს სურვილი მანამდეც არსებობდა, იყო გამოთქმული, გახსოვთ თავიდანვე, ხო, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, წელიწადნახევრის წინ, როდესაც
პირველი დაკავებები მოხდა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა ქართული. ესაც მოვისმინეთ ჩვენ პასუხები ალბათ ნახავდით თქვენც რომ დინარაძე პაპუაშვილის რომ ფაქტობრივად თქვენს რომ ეს ეკლესიის საქმე არ არის ამას ან სახელმწიფო ან ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია უფრო მეტიც და დინარაძემ თქვა მე მგონი თუ არ ვწდები რომ რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოსო ყაველაშვილსო ესეთი რაღაცა გითხრა მამუკამ დინარაძემ ანუ დღესვე იქვე სვეტი ცხოვლის ტაძრის გარეთ როდესაც ჟურნალისტებს ელაპარაკებოდნენ ეს კომენტარი გააკეთეს აი ასეთ ფორმალიზმამდე რომ დაჰყავთ ხო ესეთი ტიპის საკითხები აქ არავინ არ საუბრობს იმაზე რომ პატრიარქს რაღაცა სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ან რაიმე მსგავსი და თუ ასეთ ფორმალიზმამდე დაჰყავდა თუ ასეთი ერთგულნი არიან საქართველოს კონსტიტუციისა რომელიც სეკულარიზმს განამტკიცებს და კონსტიტუციური შეთანხმებისა კონკორდატისა რომელიც მის პრინციპებს აყალიბებს ხო მაშინ არც ის უნდა გვენახა დღეს როგორი პატივიც მოირგეს მათ და გვახსოვს სილია მეორის გასვენებაც, დაკრძალვის დღე და პანაშვიდები, როდესაც გადაწყვიტეს სრულიად თავხედურად, რომ პოლიტიკური კაპიტალიზება მოეხდინათ ილია მეორის ავტორიტეტზე და ეკლესიის ავტორიტეტზე და როგორც ცდილობენ ამ ყველაფერს ეს ძალიან მახინჯი ფორმა არის სიხარბის, პატარა კაცობის, პატარა ადამიანობის და ვფიქრობ, რომ თელმა ქვეყანამ დაინახა არა მხოლოდ იმ უმრავლესობამ, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ არის ამ ქვეყანაში. არამედ მათმა ამომრჩეველმაც ის ფარსი და ფარისევლობა, როგორც იქცევიან ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. მე არ მინდა ახლა დეტალებში შევიდე, ხო? გვახსოვს საუბრობდნენ მაღალი იერარქები მათ შორის სუსის ჩარევაზე და ჩარევის მცდელობებზე, იყო გამომზეურებული სააშკარაოზეც ის სუსის ფაილები, კრეფსები და იციან სასულიერო პირებმაც რომ მათ უთვალთვალებენ ხო უკანონოდ უსმენენ იწერენ შესაბამისად როდესაც ხელს აფათურებენ თვითონ ეკლესიაში მაშინ ფრთხილად იყვნენ განცხადებებში მაინც თორემ ყველას კარგად მოგვეხსენება რომ პატრიარქს მიუხედავად მისი რაღაც სამართლებრივი სტატუსისა არანაირი პირდაპირი შემხებლობა არ აქვს პატიმრების შეწყალებასთან ეს ზოგადად პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ არც მათ ლეგიტიმაციაზე, არც 2024 წლის არჩევნებზე და მიტაცებულ ძალაუფლებაზე. ჩვენთვის მთავარი არის შედეგი. ჩვენ ვიცით ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არიან უკანონოდ დაკავებული ადამიანები, პატიმრები, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ. ეს ფსია ამაღლობლის დაბადების დღეა სხვათა. მე მაშინ განსაკუთრებულად მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცო მზია ამაღლობელს. მას უსურვო ძალიან მალე თავისუფლება ცოტა ხნის წინ ზვიად ცეცხლაძის დაბადების დღეს იყო და ვისარგებლებ შემთხვევით და ზვიადსაც მიულოცავ ისევე როგორც თითოეულ მათგანს მიუხედავად იმისა მე მას ვიცნობ თუ არ ვიცნობ ძალიან მალე მინდა ისინი ნახო თავისუფლებაზე ჩემი თანაგუნდელები ვეფხო კასრაძე ვასო კაძელაშვილი გიორგი კირვალიძე პაატა მანჯგალაძე ჩემი მეგობარი რა ვიცი ხა ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო ალეკო ელისაშვილი საბას ხვიტარიძე და ყველა უკლებლივ ეს იქნებოდა უბრალოდ ჰუმანური აქტი მათი მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ნიშნულოვანი ამ ადამიანების თავისუფლებაზე ყოფნა, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი ხანია უკვე სრულიად უსამართლოდ არიან დატყვევებულები, არიან ციხეში და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის როგორი სამართლებრივი ფორმა მოეძებნება ამ ყველაფერს. პრეზიდენტის შეწყალება იქნება ეს, ამნისტია იქნება თუ სასამართლო გაამართლებს გუშინ იყო სხვათა შორის იმ 8 პირის სასამართლო განხილვა სააპელაციო სასამართლოში და ნახეთ ხო პარალელურად როდესაც გაფართოებული კრება მიმდინარეობდა და შიომესამ აირჩიეს ისევ ძალაში დატოვა ისევ როგორც ყველა სხვა დანარჩენი განაჩენები მეორე ინსტანციის სასამართლომ სინდისის პატიმრებთან მიმართებაში